ამბობენ, რომ ამ წარმოდგენას ყოველთვის განსხვავებულად თამაშობს. ხალხიც რამდენჯერმე მიდის ანახავად. სცენაზე თეატრის ცოცხალი ლეგენდა დგას. დროთა განმავლობაში სპექტაკლის მესამე მოქმედება, მოხუცი მსახიობის ფინალური მონოლოგი სულ უფრო და უფრო სევდიანი ხდება. მერე რა რომ წლები გავითნენ, ბზარი გამიჩნდა ხმაში, ჩემო კედლებო, ისევ მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ. სოფიკო ჭიაურელი ამბობდა, დიდი მსახიობი, რასაც ქვია, სწორედ ის იყო ვასო გოძიაშვილი. არა, ვასო იყო ცალკე თეატრიო. აი ამ სპექტაკლის ძველი ვოდებილების პრემიერა კოტე მარჯანიშვილის თეატრში დაახლოებით 60 წლის წინ შედგა. სპექტაკლი ვასო გოძიაშვილის გარდაცვალებამდე ანშლაგით იდგმებოდა მთელი 8 წლის განმავლობაში. გოძიაშვილი თავად იყო რეჟისორი და იდგა სცენაზეც თანაც სამი განსხვავებული როლით: ტიგრან ოფოფიანცი, არშაკა და მოხუცი მსახიობი. დღეს სამივე აქ უნდა დავაბრუნოთ. დღეს აქ ჩვენ სტუდიაში ყველგან იქნება ის, ვისაც მიხეილ თუმანიშვილმა უნიკალური უწოდა. გიგა ლორთქიფანიძემ გენიალური, ვინც ნამდვილად სცენისთვის დაიბადა. დიდი ვასო გოძიაშვილი დღეს პირად ისტორიებში. ცხოვრების ბოლომდე დიდი მასწავლებლის კოტე მარჯანიშვილის თეატრალური პრინციპების ერთგული იქნება და არც არასდროს უღალატებს. ამ კადრებში ჩანს კიდეც, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, ვასო გოძიაშვილი დიდი რეჟისორის ფერფლით ხელში. სწორედ კოტე მარჯანიშვილი ამბობდა, თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არასდროს მიღალატიაო. ასე იცხოვრებს ვასო გოძიაშვილიც. ვის უღალატებს, ამასაც აუცილებლად მოგიყვებით, თუმცა ის ნამდვილად იცხოვრებს თეატრისთვის, სცენისთვის, მაყურებლებისთვის, სცენაზე დღესასწაულების შექმნისთვის. კედლებში ასე ძალიან რომ უყვარს, ყოველთვის აპლოდისმენტები ისმის. მაშინაც თეატრიდან ბოლო ჯერ რომ გამოიყვანენ, ბოლო გზაზე რომ გააცილებენ და იქამდე გარდაცვლილს თავის საყვარელ თეატრში საპატიო ყარაულში რომ დაუდგებიან. აი აქ თენგიზ არჩვაძესაც ხედავთ ახალგაზრდას, მსოფლიოს უდიდეს სცენებს დაამშველებდა, თუმცა ეს ბედნიერება მხოლოდ ქართულ თეატრს ხვდა წილად, სახელად ვასო გოძიაშვილიო დაწერენ. რომ ვიცოდე განა მეყვარები, იქნებით რომ ამ სიცოცხლის ღერძი ხარ და ეს ქვეყანაც მაგ ღერძზე დატრიალებს. იქნებით რომ ეს დუნია პატარა ბეჭედია და ამ ბეჭდის დიდი თვალი შენახა. რაც მიყვარხარ, მეც ვკითხულობ, მაგრამ პასუხს ვინ მომცემს? გვადმაქციე, მაინც ეშხა დავდენები, ფეხსავით ჯანდაბას გამოყვანი. სიყვარული ახსენა, ასე გავაგრძელებ. მე სესილია მიცოდა, რომ ვასო იყო გენიალური არტისტი. ვასო მიცოდა, რომ სესილია იყო გენიალური არტისტი. იცოდნენ ისიც, რომ დიდი იყო მათი სიყვარული იმ შორეულ ახალგაზრდობაში, როცა ჯერ არ იყვნენ დიდი არტისტები, მაგრამ უყვარდათ დიდი სიყვარულით. ისინი ქართული თეატრის ღმერთებს შორის ღირსეულ ადგილს დაიკავებენ და იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 5 თუ 6 წლის განმავლობაში იცხოვრებენ ერთად, მაინც ხალხისთვის მარადილ წყვილად დარჩებიან. ამიტომაც დღესაც არ დავტოვებთ ვასო გოძიაშვილს სესილიას გარეშე, თუმცა იქამდე კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ ხუმრობდა სესილია თაყაიშვილი ოჯახის დანგრევაზე. ვერ იყო ჩვენთან შედარებით უფრო კარგად ცხოვრობდა. იმიტომ რომ ნიშა ჭიაურელი ყავდა გვერდით. მე უკვე გაგდებული მეუღლე ვიყავი.
ვასო გოძიაშვილის შესახებ ამბობენ, რომ თეატრის სცენაზე მეტად არაფერი უყვარს, თუმცა საბედნიეროდ მისი კინოროლებით შემოგრჩება არტისტის ნიჭიერების მთელი თაიგუნით და უვიწყარი სახეებით ქართული კინოს ოქროს ფონდის ნაწილად რომ იქცევა. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, სიკოს და ნიკოს დუეტი, დიდი ვასო გოძიაშვილი და დიდი გიორგი შავგულიძე. ორი დიდი მსახიობი ვერავინ რომ ჩაანაცვლებს იშვიათი პლასტიკურობით გაცოცხლებულ ნახატებს რომ მოგაგონებთ. Olga Maska, ikide balები, ანცი მანცი კეითი, დიდი და საოცარი მოძრაობები. აი ამ ფოტოზე კი რომელიც ახლა ჩვენს ეკრანზე მოგიმზადეთ, ხედავთ ფილმის რაც გინახავს ვეღარ ნახავ გადასაღებ მოედანს და დიდი სახელები ვასო გოძიაშვილი, აკაკი ხორავა, მიხეილ ჭიაურელი. ამავე კინოსურათისთვის შექმნის რევაზ ლაღიძე მუსიკას, რომელსაც ახლა ჩვენს ეთერში გაიგებს მაყურებელი და რომელსაც ამ ფილმის გვირგვინს უწოდებენ. გოძიაშვილი ავეტიკას დაუვიწყარ სახეშექმნის ეს სახელი დიდ წარმატებას მოუტანს ამ პერიოდში, თითქოს ხელახლა დაიბადებაო ამბობდნენ. აი როდესაცა რომო ღმერთმაო სულიერი ცოცხალი არსებანი გააჩინო მაშინ აბრძანო რომო შენი შრომითა და რუდუნებითაო დაჯეკიდა კაიპური ჭამე დაიჩოკე შვილო ორი წელი მამე შვილო მამე ეგრე ვასო გოძიაშვილის ცხოვრებას რამდენიმე ნაწილად დავყოფდი, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ამ ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება გამიჭირდებოდა. ცხოვრება თეატრამდე საერთოდაც არ გავს მომავალი ვარსკვლავის ან ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანის ცხოვრებას. 3 წლისაც არ იქნება ის მამას რომ დაკარგავს, დაქვრივებული დედა კი რომელსაც ახლა კადრში ხედავთ, 6 შვილთან ერთად მარტო დარჩება. პატარა ასაკშივე მიაბარებენ თურმე ვასოს სახელოსნოში რაღაც პერიოდის განმავლობაში იფიქრებს მღვდლობაზეც. სიონის ტაძარში გალობელთა გუნდშიც ჩაირიცხება. როგორც ვკითხულობთ, რამდენიმე თვის შემდეგ პირველი ქართველი მღვდელმთავრის კირიონ კათოლიკოსის ხელთმსახურიც კი გახდება. და პარალელურად ახლა გაჩვენებთ კადრებს, სადაც ის კათოლიკოსი მელქისედეკის როლს ასრულებს ფილმში დიდოსტატის მარჯვენა. არქივში გადავაწყდი ვასო გოძიაშვილის ჩანაწერებს და ახლა გოდერძის ვთხოვ, რომ ამოგვიკითხოს, რა წერდა ვასო გოძიაშვილი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის შესახებ, როცა ოჯახს ძალიან უჭირდა. კი, წინასწარ დარიგებული ანკეტა. წერს რომ წყურიან სწავლა საშუალება არ არის, ჩემს ოჯახს მაინც არაფერი ეშველა. ერთი ზაფხული მუშაობდი გაჭირვების გამო შეგირდად საზეინკლო სახელოსნოში და მაინც სწავლა მინდა. საშუალება კი არ არის. რამდენჯერმე იმეორებს, რომ სწავლა მას ძალიან უნდა, თუმცა საშუალება არ არის და თურმე იძულებული იქნება მთელი დღის განმავლობაში შეუსვენებლად ირბინოს. ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადრესატებისთვის ქაღალდები მიიტანოს. შიკრიკი დღევანდელ ენაზე კურიერი იქნება ის, ლუკმაპურის ძიება წელში გამწყვეტი მძიმე ფიზიკური შრომა ფხიანი ბიჭის გულს საბედნიეროდ მაინც ვერ გატეხავს. ამბავი კი რომელსაც ახლა მოგიყვებით, ალბათ თქვენც ჩემსავით ფილმის სცენარს მოგაგონებთ. ერთ საღამოს მეზობლის ბიჭი საიდუმლოდ გაიხმობს და ჩურჩულით ეტყვის: გინდა შაურიანი გაშოვნინო. ვასოს პასუხის შემდეგ სირბილით გაემართებიან ოპერისკენ, მეზობლის ბიჭი ისე მოახერხებს, რომ მათ შენობაში შეუშვებენ, გაივლიან ვიწრო დერეფანს, კულისებში თეთრ ტანსაცმელს ჩააცვამენ და სცენაზე გაიყვანენ. ვასო გოძიაშვილი მოგვიანებით გაიგებს, რომ აბესალომ და ეთერის ქორწინების ეპიზოდში მონაწილეობს და გული სწორედ მაშინ იგრძნობს პირველად გულიდან ამოვარდნას. როგორც ამბობენ, იმ დღიდან მეზობლებს მოსვენებას დაუკარგავს. ხან მურმანის არიას მღერის, ხან აბესალომის. სხვათა შორის ვასო გოძიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაშიც, იყო ესტრადის მსახიობთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი და ესეც მისი სიმღერა ჩვენს ეთერში. შეწყო მიცი სიყვარული რა არის საბედო ჯან
შენ ჩემ ზედა მე შენ ზედა დამწვარი როგორც წინათ ეხლა აღარ ვარგიხარ ეხლა სიზამ 200 წლის ყვავი ხარ აი ელისაბეჯანი საიტო მოდი ნამდვილად და ჩვენ ამ სატელევიზიო სპექტაკლის შესახებაც აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა იქამდე ოპერის მსგავსად თურმე ცირკშიც შემთხვევით მოხდება მოძრავ საცირკო შენობაში. ფარდულში ჩუმად შეპარული მიმზიდველი გარეგნობის ბიჭი ყურადღებას მიიქცევს, ხმად შესანიშნავი აღმოაჩნდება და პლასტიკაც. მისი ცეკვა ყველას მოხიბლავს, თუმცა ჩუმად დაწყებული საცირკო კარიერა მალევე დასრულდება. დედა ჯიბეში ფულს უპოვის. სახლიდან გასულს ჩუმად უფროს ძმას გააყოლებს. ძმაც მოულოდნელად ცირკში აღმოჩნდება და მერე რაც მოხდება, ამას ვასო გოძიაშვილი თავადვე დაწერს. სცენაზე გასულს უცებ თავზე დამეცა რისხვა. გამოჩნდა ჩემი ძმა ხალხის წინ რამდენჯერმე მითაქა თავში და იმავე ტონალობით რა ტონშიაც მე ვმღეროდი კუპლეტებს შემომძახა. ჩამოდი შენ მამაძახლო. სახალხოდ შევრცხვი. ასე დასრულდა მისი საცირკო კარიერა. ამართალი აღარა კი? არ დაანგრევრა, შენი აშენებულია? ეგენი მე მასწავლენ, რაც უნდა ვთქო? ვარიო, ანტიქრისტე, ქრისტავი. ერთი ორი სმეშნოი რამე უთხარი? ზრასტი, ვაში ზეთეთო. აგრებავსო, მებნებავ. მე ვიცი, რაც ამნებავს მეთქი. აშ? ვაიმე? მეტალი. აჰა. აკა ყოფილა. წარჩინებულობის სიმბოლო მედალიონი. სახალხო სახლში დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრის შენობაში თურმე პირველად ნახავს ოტელოს. არ ვიცი, შეიძლება თავიდანვე გძნობს კიდეც, რომ სწორედ იმ კედლებში გაიშლება მისი სცენური ნიჭი და რომ იმავე კედლებში ჩაივლის მთელი მისი შეგნებული ცხოვრება. თუმცა იქამდე აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში უნდა ჩააბაროს. ვინ არიან საგამოცდო კომისიაში ალბათ გაინტერესებთ. კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ალექსანდრე იმედაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უსნაძე და გოძიაშვილი გამოცდას ჩააბარებს. გამოჩნდა ერთი ბიჭი, რომელიც ჩემის აზრით ქართული თეატრის მომავალი ვარსკვლავი იქნება. იწინასწარმეტყველებს ალექსანდრე იმედაშვილი. რაც მიხვალ ხარ დევი მიხალ შენ ფალასად მაგციე მაგრამ ითხარ თელ დუნიას განზრე გავწევ გავიდან იალგუსეთ უსერები თავიდან რა იქნება შეთვის არ გავაჩინო რა სულს გრუბლები ლეიმად გამიშალო და სწორედ იქ ფაღავას სტუდიაში დაიწერება ერთი სიყვარულის ამბავი. მთავარი გმირები ვასო გოძიაშვილი და სესილია თაყაიშვილი. ერთხელ სახლში გამაცილა, მეუბნებოდა ამ ცას, ამ ვარსკვლავებს ყველაფერს შენ გჩუქნიო. უცებ ეზოდან ფინია გამავარდა ყეფით, ვასომ ყვირილი დაიწყო. მე სიცილი ამივარდა და ვუთხარი, წეღან ყველაფერს მჩუქნიდი და ახლა ქუჩის ფინიამ შეგაშინა მეთქი. მაშინვე უდამ მიუხვდარიყავი, როგორ გადამეწყვიტა საკითხიო, გაიხსენებს სესილიამ. თუმცა ისინი დაქორწინდებიან და ამ ფოტოს ასეთი წარწერა აქვს ახალ დაქორწინებულები ვასო გოძიაშვილი და სესილია თაყაიშვილი. ისინი თურმე ჯერ სცენაზე ითამაშებენ ცოლ-ქმარს სპექტაკლში ვირის ჩრდილი, მერე კი ნამდვილად ცხოვრებაშიც ცოლ-ქმარი გახდებიან. თითქოს მაძლევდი ამას სოფლად თავისუფლებას, ტანჯვათა შორის სიამეთად ამისახავდი და თვით ჯოჯოხეთს სამოთხე და გარდა მიქცევდი მარქვი. რა იქმნენ საკვირველნი ეს აღთქმანი, რად მომიხიბლე აღმირიე წრფელნის რახვანი, სათხარ აღმშფოთო მიპასუხე ნუიმალები. რა თქმა უნდა, როცა ორი დიდი ქართველი მსახიობის შესახებ საუბრობთ, ძალიან რთულია სიმართლის, ტყუილის და ჭორის გარჩევა ხშირად საიდუმლოდ დარჩენილი დეტალები უფრო იდუმალს და უფრო საინტერესოს ხდის ხოლმე იმ წყვილს, რომელსაც რეალურად ყოფილი ჰქვია. თუმცა 6 წელი და მერე მეორე სართულის ფანჯრიდან გადაყრილი ვასო გოძიაშვილის ჩემოდნები. თურმე სესილია ცხოვრების ბოლომდე იამაყებს მეუღლის გამოუსწორებელ მექალთანეობას, რომ არასდროს შეეგუა. როცა ვასოს
მორიგი რომანი გახმაურდებოდა, ის წარბებს ასწევდა და იტყოდა: აბა ამას მე როგორ ავიტანდია. თუმცა მეგობრებისთვის სესილიას ისიც კი უთქვამს, იმდენად მიყვარდა სახლში ნასვამი, რომ მოვიდოდა, გულზე ყურს ვადებდი და ვამოწმებდი, როგორ სუნთქავდაო. იწყება უძილო ღამეები, საშინლად ბრელა. განა ეს ჭირვეულობა, მე მგონი არა. რატო მოხლები? რატო ამიხსენებს, რატო მოხლები? არა, დიდარ შემთხვევაში. ვასო გოძიაშვილი ხშირად აკითხავდა ხოლმე სესილიას შემდეგ სახლში და მგონია რომ როცა სესილია ცუთხასიაძე იყო, აი ასეთი ტონით ეუბნებოდა რომ არა. მათ ეყოლებათ ერთი საერთო შვილი, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, დათო, რომელსაც თურმე ძალიან კარგად ეცოდინება დაშორებული მშობლების სამუდამო შეჯიბრის შესახებ, დაჯდება სახლში, გაზეთს მოიმარჯვებს და ვითომ ახალ ამბავს კითხულობს ხმამაღლა, რომ ეს დედამ გაიგოს. ვასო გოძიაშვილს გადაეცა სახალხო არტისტის წოდება. თურმე ამაზე სესილია გაგიჟდებოდა, ძალიან გაბრასდებოდა, გაზეთს მაშინვე გამოართმევდა ინფორმაციის გადასამოწმებლად. არა და მაინც სიცოცხლის ბოლომდე ძალიან თბილი ურთიერთობა ექნებათ, იმდენად თბილიც კი, რომ მომავალ 3 მეუღლესთან ერთად, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პერიოდში ვასო გოძიაშვილი ხშირად ივლის სესილიას სახლში. ბოლო მეუღლე მუსიკოსი ევგენია თურმე ხშირად სწორედ სესილიას სახლში დაუკრავს. აი დაახლოებით ის კადრია აღბეჭდილი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან ბევრს ისაუბრებენ სესილიას. მოდი ჩვილიშვილს მოვუსმინოთ პირველ რიგში. პრემიერაზე პარტერშია ძალიან ნერვიულობდა, იმიტომ რომ პირველი გამკრიტიკებელი მისი იყო სესილია, კულისებში შედიოდა და პირველი შენიშვნები იყო სესილიასგან მოდიოდა ვასოსადმი. ხშირად ეს ბავშვობაში აი ესე ბუნდოვნად, მაგრამ მახსოვს რომ ვასოს ყავდა 4 ცოლი ოფიციალური და ყველა ცოლები მოყავდა ჩვენთან. უსმენდით ნატა გოძიაშვილს, დიდი ქართველი მსახიობების შთამომავალს. ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც აღვნიშნე, მაინც ძალიან ბევრს ისაუბრებენ სესილიას გაუცვეთელი სიყვარულის შესახებ. ამას ალბათ ისიც შეუწყობს ხელს, რომ ის აღარასდროს დაოჯახდება. მცხოვრებას, შვილს, შვილიშვილებს და პროფესიას მიუძღვნის. მისი თითოეული გამოჩენა დამოუკიდებელ კინოშედევრად რომ იქცევა. ისე წერილებში გარდაცვლილ დედას რომ იწერს, ასეთი ფრაზა ამოვიკითხე, როგორი ძნელი იყო ჩემთვის შენი წასვლა, რა უბედური ვიყავი, ალბათ პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ გამჭირვებოდაო და აი ამ ტექსტშიც რაღაცნაირად ჩანს, ძალიან სამწუხაროა რომ სესილია თაყაიშვილს აი ის პირადი ბედნიერება არ ქონია. სხვათა შორის სესილიამ რამდენიმე ანდერძი დაწერა და ეს ანდერძები ინახება ხელოვნების სასახლეში და მე მაყურებელს პირდები რომ ერთხელ აუცილებლად შაგერთვებით ხელოვნების სასახლიდან და ყველა ანდერძს ჩვენს მაყურებელთან ერთად ამოვიკითხავ. აი ამ ფოტოზე, რომელსაც გაჩვენებთ, ვასო გოძიაშვილს უკვე ხედავთ შვილთან, ნიალა გოძიაშვილთან, შემდეგ უკვე საბალეტო სპექტაკლების რეჟისორთან ერთად, რომელიც ამბობდა, ვასოს ბიბლიოთეკა რომ გენახათ, მიხვდებოდით რისთვის ცხოვრობდაო. და მაინც პირველ რიგში სცენისთვის ცხოვრობდა ის გიგა ლორთქიფანიძეს სპექტაკლი ღალატი რომ დაუდგამს, აი ხედავთ ამ ფოტოს ყველა დიდი მსახიობი და თავად გიგა ლორთქიფანიძეც რომ არიან აღბეჭდილი კადრში და გიგა ლორთქიფანიძეს თურმე ამ მსახიობებისთვის უთქვამს, მოდი ჩავატაროთ არჩევნები. ქუჩი ჩავყაროთ ის გვარი, ვინც ყველაზე ნიჭიერია ჩვენს შორისო. რომ ამოიღეს ყველა ქაღალდზე ეწერა ვასო გოძიაშვილი და ვის დაუწერია თან აკაკი ხორავას, სესილია თაყაიშვილს, ვერიკო ანჯაფარიძეს, გიგა ლორთქიფანიძეს. წარმატება არ უნდა ახასეოს ადამიანი. არ უნდა გაუტოლოს თავითვისი მაღალ შემოქმედს. რამე თუ უფალსაც დაკარგავს იგი ამით და საკუთარ თავსაც ღმერთი ერთია და იგი არის განსახიერება აზრისა სიცოცხლისა ჩვენის. აზრი კეთილი ღმერთმა შვენ. ხოლო ადამიანი მოვალია მარჯვენი და თვისითა თვალხოს ქვეყანასაზე და აზრი.
ასეთი დიდი იყო ის გარდასახვის დიდებული ოსტატი, მძაფრი ტემპერამენტით და ემოციურობით. კომედიურ თუ დრამატულ სახეებს ხასიათების ღრმა ცოდნით, სიმართლით და სიზუსტით რომ ქმნიდა. ჯერ რუსთაველის, სიცოცხლის ბოლომდე კი მარჯანიშვილის თეატრის სცენას რომ ემსახურა. მეფე ერეკლე, რიჩარდ მესამე, დიდი ილიას უკვდავი გმირის საკადრისი სცენური სახე. იშვიათ თეატრალურ სახეთა შორის იშვიათი ლუარსაბ თათქარიძე, როგორც ქართული თეატრალური სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე მონაპოვარი. თავად კი ხელოვნების აღიარებული ოსტატი და ეს ერთ-ერთი იშვიათი კადრი ვასო გოძიაშვილის ლუარსაბ თათქარიძე. მიბრძანე და აგი გიახელი თელეც, თორმეტავაზიანი სხვარი დაგიკავ. ორი ამაჟის წმინდა სკონცერი დაგინ, ვედი რამგორად. ეს ყველაფერი იცი და რაინც ჩემი ძმის მომხრა გესმის, მომხრე. ბოლოს კი ისევ ძველი ვოდევილები. ნამდვილი დღესასწაულის სცენაზე, როცა შთაბეჭდილება ძალიან დიდია, იმიტომ რომ თავად მსახიობია დიდი. გიგა ლორთქიფანიძეს უთქვამს, ერთხელ მე დამევალა ვასო გოძიაშვილის იუბილეს გამართვა, რომელიც კახეთში უნდა გაგრძელებულიყო. მთელ გზაზე ყოველი სახლის წინ მარჯვნივ და მარცხნივ სუფრა იყო გაშლილი. მსახიობის ასეთი აღიარება არ მენახა. მე ვტიროდი, ვასო მართლა სახალხო არტისტი იყო. ეს კი კადრები სატელევიზიო სპექტაკლიდან ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს, გაჩვენებთ ახლა ამ კადრებს მღერის ვასო გოძიაშვილი. ვახ როგორი ახალგაზრდა ვიყავი ხალებისგან მუდამ გავურიყავი არასოდეს მიცხოვრია გლეხურა ფული მქონდა ხავზე ხუდი ჩვენი გოდერძით სტუდიაში მღერის ვასო გოძიაშვილთან ერთად. ერთ-ერთი ემოციური ისტორია, რომელიც ამოვიკითხე, არის ის, რომ ამ სატელევიზიო დადგმის ნახვის შემდეგ ტელესტუდიაში დაურეკავს თავად სესილია თაყაიშვილს. მადლობა გადაუხდია რეჟისორისთვის ვასო გოძიაშვილის ტალანტის კიდევ ერთხელ გაბრწყინებისთვის. მას კი ვასო გოძიაშვილს ყველაზე მეტად სწორედ სესილიას აზრი აინტერესებდაო, როგორც მოვისმინეთ, იყო თავისებური ადამიანი, რომელსაც უყვარდა დროსტარება, სანოვაგის ყიდვა. ლობიოს კეთებას არავის რომ დააცდიდა თურმე, აბაზანა სულ წყლით რომ ჰქონდა სავსე, ღვინოს აცეებდაო წერენ. უყვარდა კარგი ჩაცმა და ძველ თბილისს გავდა თავად. ბოლოს საავადმყოფოში უთქვამს, ისე ნუ მომკლავთ ერთი წითელი ღვინოს დალევა ოცნებად რომ დამრჩესო. ნეტა თუ ოცნებობდა წლების შემდეგ ისევ რომ ეცოცხლა სცენაზე. და ესეც პროექტი მიმღერე მღერის ირაკლი გავსაც. მერერო წლები გავიდა ბზარი გამიჩნდა ხმაში ისევ მიყვარ ხართ ჩემო კედლებო როგორც მიყვარდით მაშინ ისევ მიყვარ ხარ ჩემო სამშობლო როგორც მიყვარდით მაშინ არ ვიცი როგორ ხდება რომ ადამიანი შენს დაბადებამდე მიდის ამ ქვეყნიდან, შენ კი გიყვარს ბავშვობიდან. როგორ ხდება რომ ის მიერ შექმნილი გმირები ჩვენს წარმოსახვაში აგრძელებენ ცხოვრებას. მისი გარდაცვალების თარიღი 30 იანვარია. ამავე დღეს რამდენიმე წლის სხვაობით გარდაიცვალა ვერიკო ანჯაფარიძეს, რომელმაც აი მაშინ ქაღალდზე დაწერა ჩვენს შორის ყველაზე ნიჭიერი ვასო გოძიაშვილია. უდიდესი შემოქმედი, ნუ ახლა ჩვენ შეფასება აქ ალბათ ურიგოა, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ბოლოში რომ ვერიკო ანჯაფარიძემ თქვა ჩვენ შორის ყველაზე დიდი მსახიობი ვასო გოძიაშვილიაო, ეს ვერიკო ანჯაფარიძის დიდ ბუნებაზე უფრო მეტყველებდა, ვიდრე იმაზე, რომ ვასიკო ნამდვილად დიდი მსახიობი. მე მაინტერესებს ვასო გოძიაშვილმა ვისი სახელი ჩააგდო ნეტა. უმრავლესობა ვასო გოძიაშვილი. უმრავლესობა ვასო იყო გოძიაშვილი, მაგრამ თვითონ ვასო ვისი სახელი ჩააგდო ძალიან მაინტერესებს.
სხვათა შორის არის გენიალური მსახიობი იყო, ასე ხმისწემბრი შეეცვალოს, ასე და ტრაგიკული და კომიკური როლები, ასეთი თანაბარი სიძლიერით ეთამაშოს, ეს იშვიათი გამონაკლისია ნამდვილად. კი, სხვათა შორის ის, რომ ჩვენმა თაობამ და ჩვენზე დიდმა თაობამ კარგად იცის აი ეს მხატვრული ფილმები, ამას ტელევიზიებიც უწყობდა ხელს, დროც უწყობდა, რა თქმა უნდა, ხელს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გადიოდა საბჭოთა ეკრანებზე, მაშინ აი ეს ქართული მხატვრული ფილმები და ტელესპექტაკლები და დღეს რომ ახალმა თაობებმა ნაკლებად იციან, ესეც რა თქმა უნდა პრობლემაა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არ არის ნაჩვენები. მაგალითად, განსჯისთვის რამდენ ფილმშია გადაღებული, რამდენი სპექტაკლია, რამდენი როლი აქვს, მაგრამ ავეტიკა ჩემთვის მაინც ყველაზე ისეთი სახასიათო როლია მისთვის და ძალიან მომწონს. აი პირველივე მისი შემოვარდნა აი დასაწყისშივე კინახა მარწამაქცია რო იცახის მეწაღე რო წააქცევს. აი ძველი დროდანო უფალმა დაგვიბარაო შენი შრომითა დაჯექი და კარგი პური ჭამე. კარგი სულ და კარგი ჭამეო. მართალს არის ძახის კაცი. არა ჩაოლებრივი იყო, ასე რომ გავიხსენეთ და ერთ ბიოგრაფიაში რამდენი ბიოგრაფია პარალელურად. აი ერთ-ერთ კადრს დავაკვირდი სესილია შვილიშვილებთან ერთად როზის, უკან კედელზე ვაკვირდებოდი ვისი ფოტოები ეკიდა. ნუ აი ვასო გოძიაშვილის ფოტო. ვასოს ფოტო არ იყო იმ დროს არის გადაღებული, მაგრამ ერთ დროს ხო ეკიდებოდა ის ფოტო ერთად ხო არიან ხო. ასე რომ ეს ორი დიდი ადამიანის თანაცხოვრების ისტორიაც არის